ეხლა არის ფაქტი ის, რომ უკრაინელი ხალხი არის განსაცდელში და უკრაინელ ხალხს უნდა მხარდაჭერა. იმას კი არ ვიცახი, რომ იარაღი უნდა ავიღოთ და ცეცხლზე ნავთი უნდა დავაწყოთ. პირიქით, უკრაინელ ხალხთან არის მესიჯი გასაგზავნი იმისი, რომ რაც შეიძლება დროულად და მალე ამ სიგიჟიდან უნდა გამოვიდეს ეს ქვეყანა და მოიშოროს ამ გლობალისტების წნეხი. ეს არის ტრაგედია. ორი მართლმადიდებელი ერთმანეთს ხოცავს და ოკეანის გაღმა ვიღაცა ვირიშვილები და ევროპაში მждარი გლობალისტები ამათ ორივეს ერთად ითვლიან, იმიტომ რომ მაგათაც მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ასეულით მეტი რუსი მოკვდა თუ რამდენი ასეულით მეტი უკრაინელი. ამიტომ მოხდა ის, რაც პროგნოზირებადი იყო. აბა, ვინ აიღებდა ამ ომზე პასუხისმგებლობას? ვიზე უნდა დაებრალებინათ? პუტინს აბრალებდნენ, აფერი არ გამოუვიდათ. ეხა უწოდ პუტინთან საუბარი და დიალოგი. როგორ შეიძლება ხე თან პუტინი ლანძღო, ეგ ტრამპმა მართალი თქვა აგინო და მერე დაუждდა და რაღაცაზე ელაპარაკო. ვინს უნდა დაბრალდეს, ხო? დაბრალდა ზელინსკის, იმიტომ რომ საკუთარი ხალხის მიმართ მოწყობილი გენოციდის ერთ-ერთი მთავარი აქტორია და ხელს შეაწმინდავენ მათ. აბა ეხლა ბორის ჯონსონს მოთხოვს ვინმე რამეს, მე შენ გეტყვი და ჰააგის სასამართლოზე წარადგენენ თუ ბაიდენს დაიჭერენ, ბორელს თუ მოგერინის, არავის. ისინი გააგრძელებენ ჩვეულებრივად ცხოვრებას და საწყალია და საწოდავია ის ოჯახები, რომლებაც მიწაში ჩადეს თავისი შვილები.